მოგესალმებით. ტრადიციულად მოგესალმებათ, რომ იწყება სასესიო კვირა და იცით, რომ ყოველ ორ შაბათს სასესიო პირველი დღის წინ გვაქვს უმრავლესობის თომა, დღესაც ტრადიციულად გაიმართა უმრავლესობის თომა, ძირითადი საკითხები იყო მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, ასევე მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, მაგიტებების დაინიცირდა ბიუროზე, დღეს ვიხილეთ, ასევე ყველაზე მთავარი თემა, რაც იყო დასახელებული თემა, ეს არის მოგესალმებით ბიუჯეტი ჩვენი ქვეყნის, რომელიც ყოველ შაბათს შემოვა, და უკვე დაიწყება სასესიო განხილვები, ასევე მინდა საზოგადოებას შევახსენოთ, თქვენს გადავიდეთ თვალს, რომ უკვე ყველა კომიტეტი გაიარა ბიუჯეტმა. იცით, რომ წლიდან წლამდე შეგვიძლია თქვა, რომ რეკორდს ხსნის ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები 3 მილიარდით არის და ერთი ბიუჯეტი გაზრდილი წინა წელთან შედარებით 35.9 მილიარდს შეადგენს, რომელიც უნდა განვიხილოთ, ძირითადი მიმართულებებია ჯანდაცვა, სოციალური მიმართულებები და ასე შემდეგ. სწორედ ამის განხილვა იქნება და საზოგადოება კიდევ ერთხელ ადევნებს თვალყურს უკვე სასესიო და პლენარულ რეჟიმში, ყველაფერს განხილვას თვალს. ზოგადად ძალიან კარგად იცით და ცნობილია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ეკონომიკა არის ჩვენი ფუნდამენტური საზრუნავი ჩვენი ქვეყნისთვის და კარგად ხედავთ ჩვენი გარე ეგრეთ წოდებული მეგობრები, ჩვენი მეგობრები, როგორც წლიდან წლამდე და განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ თუ როგორი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა ჩვენ ქვეყანაში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იყო ფაქტობრივად ყოველ წელს ფაქტობრივად მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის თუ სხვა ძალიან მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაგეგმილი ასე ვთქვათ პროგნოზები და მაჩვენებლები ყოველთვის, ყოველ კვარტალურად იზრდებოდა და წელსაც, როდესაც ძალიან პრაგმატულად დაგეგმილი ჰქონდათ და გამოქვეყნებული ჰქონდათ ჩვენ რეგიონს და განსაკუთრებით საქართველოზე 5%-იანი ზრდა, ეს გადაიხედა დავიდა 7.5-ზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია, ასევე წლის ბოლოს უკვე მომწყვდიდან ასე ვთქვათ ესეთი საიუბილეო ციფრი 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ამ მიმართულებებზე ჰქონდა რა თქმა უნდა მსჯელობა, კარგად იცით ის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რომელი ინვესტიციებიც დაანონსდა და ხორციელდება და შემოდის ჩვენს ქვეყანაში, რაც პირდაპირ მნიშვნელობით შემადგენელია იმ წინსვლის და იმ ეკონომიკური ზრდის, რომელიც ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ დაანონსებული და რაც არის კიდევ ერთხელ ხაზგასმით ჩვენი ფუნდამენტური საზრუნავი და რაც მოაქვს კიდევ ერთხელ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, მიუხედავად იმ დიდი ტექტონიკური პოლიტიკური ძრებისა ჩვენ რეგიონში და არა მხოლოდ მსოფლიოში და ყველა კარგად ვიცით, როგორი შეტევა მიმდინარეობს პირველი ეკონომიკაზე მიმდინარეობს შეტევა, ძალიან კარგად ვხედავთ ამას ბოლო წლების განმავლობაში, იმიტომ რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული მეგობრები და შიდა აგენტურა ძალიან კარგად არის ასე ვთქვათ გარკვეული და ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ის სცენარები და იმ სახელმძღვანელოებიდან, რომელიც იყო ჩვენ ქვეყანაში ჩამოსული და რომელსაც ესე ზედმიწევნით მიყვება ეს აგენტურული ქსელი ჩვენ ქვეყანაში, თუ რას უნდა დაარტყა, ფარულად თუ ღიად და გვახსოვს ეს არაერთი საბოტაჟის მცდელობა და თითოეული მათი ქმედება, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული ეკონომიკის დაზიანებისთვის, ყველას კარგად გვახსოვს. იმიტომ რომ იცოდნენ, რომ როდესაც ქვეყანა არ არის ეკონომიკურად მდგრადი, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკა არ იზრდება, იქ ქვეყანაში ხელისუფლების ასე ვთქვათ მორყება, რასაც დიდი სურვილი აქვს დღესაც ძალიან მარტივია. მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ კაფეოდ გასცა არაერთხელ პასუხი, რომ არა ჩვენ განვითარდებით იმ პრაგმატული და ცივი გონებით, როგორც დღეს ქართულ ოცნებას, პოლიტიკურ გუნდს, რომელიც უკვე მეათე საიუბილეო არჩევნები ჩავატარეთ, ამდენივე თვის წინ ყველას კარგად გვახსოვს და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მიიღო, ასე ვთქვათ, ეს მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს ამ კუთხით. მოკლედ, ძირითადად ეკონომიკურ მაჩვენებლებს და ეკონომიკურ პროგნოზებს ეხებოდა ჩვენი დღევანდელი საკითხები სხვა პოლიტიკური მიმდინარეობებთან ერთად. ხვალიდან დაიწყება პლენარული თომები და კიდევ ერთხელ ხაზგასმით 4 შაბათთან უკვე დავიწყებთ საქართველოს ბიუჯეტის, რომელიც კიდევ ერთხელ 3 მილიარდით არის გაზრდილი, ამ ბიუჯეტის უკვე სასესიო პლენარულ ფორმატში განხილვას. სადვარ ასევე ტრადიციულად ნებისმიერ აქტუალურ თემაზე თქვენი კითხვების მოსასმენად და sapassuხად. მოგესალმებით, მარიამ მუღაძე, ტელეკომპანია იმედი, ბატონ ირაკლი.
პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს არგმობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, რაც გეუბნებათ თქვენს დუმილი, რომელიც თვეზე მეტია გრძელდება. კი ბატონო, გვეუბნება ერთს და არაერთხელ გვითხოვს, რომ ეს არის დუმილი, რომელიც ბევრ განცხადებაზე მეტი ხმამაღალი განცხადებაა. ხმამაღალი განცხადება, იმიტომ რომ ეს დუმილი არის ის გამოძახილი რეალურად და ის პოზიცია, რომელიც პოზიციაც სამწუხაროდ ჩვენს ეგრეთ წოდებულ მეგობრებს აქვთ. ეს არის სამწუხაროდ ის პოზიცია და ასე ვთქვათ, ის დაკვეთა აქამ აგენტურ ქსელის მიმართ, რომელსაც ესენი ახორციელებენ, ხო? არა მხოლოდ ეს, ნებისმიერი რეზოლუცია, სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც თვითონ მოეგახადეს ჩალისპასი, ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება და ნებისმიერი განცხადება თუ ქმედება, რომელიც ბრიუსელის სხვადასხვა კაბინეტში ამათი კოლექტიური ნაცნობების ლობისტების ტვინში და თავში იხარშება და შემდეგ სცენარებში გადმოდის დახურულ კარსნებმა კაბინეტებში თუ კონკრეტულ აქ დიპლომატიური კორპუსის სახლებში თუ ოფისებში თუ შემდეგ პირდაპირ დაწერილი სცენარებით ეს არის იმის ესე ვთქვათ მაგალითი ნათელი თუ როგორი უსტანდარტობით არის დაკავებული უსამართლობით ჩვენი ქვეყნის მიმართ ის კონკრეტული ჯგუფები, რომელი კონკრეტულ ჯგუფებსაც ჩვენი საზოგადოება აქ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაზე კარგად იცნობს სახელით და გვარებით და თანამდებობით. მოქმედებს თუ ყოფილებს. ასე რომ მორიგი ნაბიჯი, მორიგი დუმილი და მორიგი დუმილი ნიშნავს მორიგ ხმამაღალ განცხადებას, რომ დიახ, ჩვენ დგევართ აი ყველაფრის უკან. ეს არის სამწუხარო და ასევე ჩვენი გაცხადებული პოზიცია, რომ ამ ყველაფერს საზოგადოება უპასუხებს და საზოგადოება უპასუხებს ის უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის ჩვენი სახით და იმ პოლიტიკური გუნდის სახით, რომელთაც მათ დაუჭირეს მხარი და ანგეს ქვეყნის სადავეები და მათაც ჩვენ ძალიან კაფიოთ და მკაცრად უპასუხებთ, რომ ჩვენ და გაგაკეთდა ეს განცხადებები ყველა დონეზე და ვჩებით და გავმეორდები, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამოვიყენებ ყველა ტრიბუნას, ყველა საშუალებას, როდესაც ვიტყვი, რომ ინსტიტუციონალურ დონეზე ჩვენი ქვეყანა აგრძელებს იმ ფასეულობების და ღირებულებების ხალხდაჭერას, იმ ხელშეკრულებების ზედმიწევნით მიყოლას, ასოცირების ხელშეკრულება თუ სხვა მხედველობაში, მაგრამ რაც შეეხება იმ უსამართლო პოლიტიკას, რომელიც მოდის სამწუხაროდ დღეს ბრიუსელიდან, ამას გავცეთ ყოველთვის სამართლიან პასუხს. ყოველთვის ვამხელთ მათ უსამართლობას, ყოველთვის ვამხელთ მათ უსტანდარტობას საერთოდ და ვეთქვით და ძალიან მოურიდებლად ვეთქვით, იმიტომ რომ მოსარიდებელი არაფერია, ჩვენ ვემხრობით იმ ევროპას, რაც ჩვენ გვწამს იმ ევროპის, რაც ჩვენ შინებს ისტორიულად, ეს არის სუფთა ის ღირებულებები, რაც ისტორიულად მოგზდევს ჩვენ ქვეყანას, ჩვენს კულტურას, რისგანაც სამწუხაროდ დღევანდელი ევროპა და ევრობიუროკრატია არის დაცლილი და ცოტა ესეთი ვრცელი პასუხი გამომივიდა თქვენს კითხვაზე შეიძლება დავფარო რაღაც სხვა კითხვები, მაგრამ აუცილებლად დავასრულო. როდესაც საუბრობთ, რომ ევროპაში დაბრუნდეს ევროპა და ევროპული ღირებულებები, ასევე მიუხედავად იმ მეინსტრიმ მედიებისა, რომელი მეინსტრიმ მედიები ძალიან კარგად არის ილუსტრირებული, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ასევე ბრიუსელის და ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ადევნებს თვალყურს და არ ჩამოთვლი, იმიტომ რომ ვრცელია მათი ჩამონათვალი, რაც არ უნდა ფუთონ ეს თავიანთი ასევე უსტანდარტობა თავიანთი ქვეყანაში ხედავთ, რომ წვეთ-წვეთად არჩევნებიდან არჩევნებამდე ევროპაში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, იღვიძებს საღი აზრი. და კი ბატონო, ჩვენ ვართ იმ საღი აზრის მომხრე და მხარდამჭერი, რომელიც საღი აზრიც ითვალისწინებს პარიტეტულ ღირსეულ პარტნიორობას და ითვალისწინებს იმ ფასეულობებს და იმ ღირებულებებს, რომელზეც ყოველ შემთხვევაში იდგა ევროპა. არსებული ინფორმაციით ოპოზიცია უცხოეთში აქტიურად მუშაობს, რომ საქართველოს მოსახლეობას ვიზა ლიბერალიზაცია გაუქმდეს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და რამდენად შესაძლებელია, რომ ევრობიუროკრატებმა ქართველი ხალხი დასაჯონ? პირველ რიგში თქვენი კითხვის მეორე ნაწილიდან დავიწყებ. ვეთქვი ჩვენს ეგრეთ წოდებულ მეგობრებს, იმ არარჩეულ ბიუროკრატებს, იმ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც პირდაპირ ლობიზმით არიან დაკავებული აქ ამ ექსტრემისტების და ამ დესტრუქციული ჯგუფების, რომელიც პარტიის ან არასამთავრობო ორგანიზაციების ნიღაბ ქვეშ გვევლინებოდნენ და სრულ ილუსტრაცია მოხდა 2022 წლიდან, რომ ჩვენი საზოგადოება შანტას არ ექვემდებარება და არ დაექვემდებარება. ეს ერთი რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს. რაც შეეხება პირველ ნაწილს, რა თქმა უნდა, გავიხსენოთ და არ წავიდეთ ჩვენ რეტროსპექტივაში, თითოეული მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების თითოეული მოქალაქის, რომელიც მიღწეულ იქნა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ყველა ეს იქნება ასოცირების ხელშეკრულება, ეს იქნებოდა ვიზა ლიბერალიზაცია, ეს იქნებოდა სხვა ეგრეთ წოდებული
ეხლა უკვე ეგრეთ წოდებული, მაგრამ რეალურად მაშინ იმდროინდელი და ბენეფიტები, რითაც სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენი საზოგადოება სრულიად სამართლიანად, სრულიად დამსახურებულად და ღირსეულად, ეს უნდათ აქციონ შანტაჟის იარაღად, ხო? დარჩათ ეს ერთი ბოლო შანტაჟის ტყვია, მოდი ესე ვიტყვი, რომელიც შეუძლიათ რომ გაისწორონ საქართველოს წინააღმდეგ და რომლის არც მორალური, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს და ვინ თუ არა მათ ძალიან კარგად იციან და რა ვიზე ვსაუბრობთ, რომელ სახელდაგვარზე ვსაუბრობთ, ადამიანებზე, რომლებიც რაც მომყევი დღიდან ჩვენი ქვეყნის წინ გადადგმული ნაბიჯებისა დარბობდნენ ბრიუსელში თავიანთ პატრონებთან კაბინეტ, რომ როგორმე ჩვენ ქვეყანას არ მიეღწია რაიმე წარმატებისთვის, როგორმე ჩვენი მოქალაქეებისთვის არ ყოფილიყო სხვადასხვა მიმართულებით, ესე ვთქვათ, კიდევ უკაცრავად ამ სექტორის ბენეფიტები და რატომ ერთი კონკრეტული მიზნის გამო. ქვაქვაზე მოდარჩენილმა ამ ქვეყანაში მათთვის არაფერს არ ნიშნავს ჩვენი საზოგადოება, მათთვის არაფერს არ ნიშნავს სამშობლო, მათთვის თავარია მათი ინტერესები, მათი აგენტურული ინტერესები, როგორც მათივე პატრონებისთვის. და მოვედით დღევანდელ დღემდე და აგრძელებენ დღევანდელ დღესაც შეფარულად თითქოს დადიან, რომ არა, ჩვენ არ ვითხოვთ ჩვენი მოსახლეობის სანქციებას და დასჯას პირდაპირ მნიშვნელობით, დაუწესეთ სანქციები ქართული ოსტატის წევრებს. ძალიან კარგად იციან, რომ არაფერს არ ეშინია ამ სანქციების. და როგორც ჩვენი საზოგადოება არ ექცევა შანტაჟის ქვეშ, ისე არ ექცევა ჩვენი გუნდი. იმიტომ კარგად ახსოვდეს, რომ ჩვენი გუნდი ხელისუფლებაში აირჩია და ანდო ქვეყნის სათავე იმ საზოგადოებამ, რომელიც იმ ღირსებით უყურებს თავის ქვეყნის მომავალს, როგორი ღირსებით და როგორი პრინციპებითაც ვითარდება ეს ქვეყანა. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს არის მათი ბოლო შანტაჟის ტყვია, რომელ ტყვის გასროლის არანაირი საფუძველი არ არსებობს და თითოეული ის მოღალატე პირდაპირ მნიშვნელობით და თითოეული ის უსამშობლო, რომელიც აგრძელებს ღიად აი ამ უსამშობლო და მოღალატებულ ქმედებებს ბრიუსელში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ არა აქვს მნიშვნელობა, არის პირდაპირ იწერება ისტორიაში ძალიან დიდი ასოებით, როგორც ქვეყნის მოღალატე. და ისტორია მათ თავის სახელს დაარქვეს და არაფლოთ ისტორია, ჩვენმა საზოგადოებამ მათ თავის სახელი უკვე დაარქვა. ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, საუბარი არის საერთაშორისო პარტნიორების მითითებით, ესე ვთქვათ, დღეს ჰქონდა ბრიფინგი ნაციონალური მოძრაობაში, სადაც ეს თქვეს, აქ საუბარი არის საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე და პარტიების აკრძალვაზე. რას ნიშნავს თქვენთვის, როდესაც ნაციონალური მოძრაობა საერთაშორისო პარტნიორების მითითებით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს? მოდით საჩივრის შინაარს, ღიმილის მომგვრელ დროის პერიოდში და შინაარსით აქ არ შევალ, ყველას კონსტიტუციური უფლება მიჩნევს. ვიძახი რომ არიან უსამშობლოები, მაგრამ არიან ეთნიკურად ქართველები და უდევთ პირადობის დამადასტურებელი მოძღვრება, სადაც უწერია საქართველო, მაგრამ ბევრ მათგანს არც ეს არ აქვს. კარგად ვიცით, რომელი მეორე პირადობის მოძღვრება პასპორტი უდევს ჯიბეშენ საიდან იღებს დაფინანსებას. ეს ერთი მხარე, მათი მორალურ-პოლიტიკური მხარე. რაც შეეხება თვითონ არ ვიცი, ბატონი ბეჟაშვილი არ მახსოვს, ბეჟაშვილი მე მგონი, ხო ეს იყო წამოწდენა, მაგრამ ხო არის ხოლმე ჩვევიათ ბუნებრივი წამოწდენები, რომ რეალურად, როდესაც უკვე მოეშვი, როდესაც ნიღაბი მოხსნილი გაქვს, როდესაც შენ პატრონებთან ერთად გაშეთრული ხარ ქვეყანაში და აღარ მიწევს ჩვენ მტკიცება იმის და თვითფრუსტრაციით ხარ დაკავებული, რომ შენ ხარ რეალურად აგენტი და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტანი შენ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, აქ ბუნებრივი წამოწდენა ბუნებრივია. რომ მათ მიიღეს გაიარეს კონსულტაციები თავიანთ უფროსებთან, ეს არ ვიცი დიპლომატიური ზოგ, რომელიმე დიპლომატიური მისიის გავლით მოხდა ეს, პირდაპირ მისცეს დირექტივა, მეილი მიიღეს თუ ასე შემდეგ, მიიღეს და მალე რომ იჩივეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. კი ბატონო, შეიძლება მოსარჩელი დავუბრუნდოთ პროცესს. მაგრამ ყველაზე მთავარი ისინიც და მათი პატრონების დაელუდონ იმ მთავარ პროცესს, რომელიც გაიმართება ძალიან მალე საკონსტიტუციო სასამართლოში. იმ დასკვნის საფუძველზე, რომელსაც ესე ღიმილის მომგვრელად დღეს თუმე ასაჩივრებენ საკონსტიტუციო სასამართლოში. უბრალოდ ამორალურობაა, როდესაც კიდევ ერთხელ საზოგადოება ვიხილეთ ყველამ ერთად ის პროცესი, რომელიც პროცესი წარიმართა საკანონმდებლო ორგანოში, იმ კომისიას უსმინეთ თვეების მანძილზე, შემდეგ ის დასკვნა წავიკითხეთ. ამის მერე რომ შენ ამ დასკვნაში კიდე ნაციონალური მოძრაობა ხარ და კიდე რაიმე სარჩელი შეგვაქვს, უბრალოდ კიდევ ერთხელ შეურაცხყოფის მიღება იმ საზოგადოებისთვის, სადაც არ მგონია რომ ნაციონალური მოძრაობის იდეური მომხრეა დარჩენილი ვინმე, ალბათ რაღაც კათიტოკაცებული პარტაქტივი და ალბათ ამ პარტაქტივისთვის და სწორედ იმ უნებლიე წამოწდენა რაც ხდება თავიანთი პატრონებისთვის მიყვებიან ალბათ იმ გაიდლაინს, რომელიც ჩამოსული აქვთ რომელიმე შუალედურ სცენარში. შალვა პოშვილის პოსტთან დაკავშირებით
სადაც საუბარი არის ბრიუსელთან დაკავშირებით, ამბობს, რომ 4 ოქტომბრის ძალადობაზე ბრიუსელი ამ დრომდე დუმსო და დემოკრატიის პატივისცემაზე გადის ბრიუსელის მხრიდან ქართული ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა. თქვენ როგორ შეაფასებთ პაპუაშვილის ამ პოსტს? აქ უნდა ძალიან მარტივად, ძალიან გასაგებენაზე ჩვენი მეგობრებისთვის არის მოცემული და ეს არ არის მხოლოდ ერთი პოსტი და ჩვენ კარგად ხედავთ ჩვენს რიტორიკას მათ მიმართ. მიუხედავად ყველა ის ბინძურისა, ბინძურისაც ხედავთ და ასე ვთქვათ მოდის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ხო? ძალიან მარტივია და როგორც რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთ კითხვაზე პასუხის დროს ვახსენე, ჩვენ არ მომერიდებით იმის მხილებას, რასაც ხედავთ ევრობიუროკრატებისგან და ბრიუსელისგან დღეს. არ მომერიდებით. როდესაც ჩვენ არ მომერიდებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება არ მომერიდება და ჩვენი საზოგადოება არ ერიდება, რომ ყველაფერს და ყველას დაარქვას თავისი სახელი. პასესთან დაკავშირებით დღეს დაიწყო ვიზიტი შეხვდებით მესამე სექტორს და ასევე ოპოზიციას, ხოლო როგორც ვიცით, დაგეგმილია პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარეთან ვიზიტი. რა იქნება საკითხები, რომელსაც გაამახვილებს მმართველი გუნდი ყურადღებას და ვიზიტიც რა შევაფასოთ და მათი გზავნილები, შეხვედრაზე იყო საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე დღეს და ასევე აქციებთან დაკავშირებით. თქვენი შეფასება როგორია? კი ბატონო, მოდი ჯობია რომ შეხვედრის შემდეგ გავაკეთოთ შემაჯამებელი შეფასებები, რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიცია რა იქნება, მმართველი გუნდის პოზიცია იქნება ის პოზიცია, რაც გვაქვს განსაკუთრებით 2022 წლიდან. მმართველი გუნდის პოზიცია იქნება იმ ობიექტურობის მოთხოვნა, რომელ ობიექტურობასაც სრულად ობიექტურად ვითხოვთ. ასე რომ დაველოთ ყველა შეხვედრის და დამერწმუნეთ გავაკეთებ შემდეგ განცხადებას. ამაზე დავაზუსტებ ამ შემთხვევაში ჟურნალისტებს ჰქონდათ კითხვები მათთან, გმობდნენ თუ არა ისინი 4 ოქტომბრის მოვლენებს, თუმცა დუმილი არჩევს. ხო, ეს არ ყოფილა, ასევე არის სამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გამოვიდნენ, ისინი არ საუბრობდნენ თუ რაზე გამოხდა ყურადღება დღევანდელ შეხვედრაზე. აი რას ნიშნავს თქვენთვის ეს ხოლმე? არასამთავრობო ორგანიზაციები, ეგრეთ წოდებული დავამატოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თორემ სახელი და გვარები არიან ჩვეულებრივი შეფასებები გამტარი იმ ფულის, რომელი ფული შემდეგ იხარჯებოდა იმ ექსტრემისტში, რასაც უყურეთ ჩვენ წლების მანძილზე და განსაკუთრებით ბოლო თვეებში, ბოლოს კარგად გვახსოვს. ხარად შეეხება მათ დუმილს, როგორც ვახსენე, ეს დუმილი არის ბევრ განცხადებაზე მეტი განცხადება, ხო? ამ დუმილზეც გვექნება კითხვა, ამ დუმილზეც გვექნება პოზიცია. ხარად შეეხება რა ისაუბრეს, როგორ ისაუბრეს ამ უსამშობლოებმა, ეს ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია არჩევალ თავმჯდომარეებში. ჩვენ უსმენთ მათ და ჩვენ ვეთქვით ჩვენ პოზიციას და ეს ჩვენი პოზიცია ჩვენ საჯაროდ არის ცნობილი და რაც დამერწმუნეთ, რაც საჯაროდ არ არის ცნობილი ჩვენი პოზიცია, არ არსებობს პოზიცია, რომელიც არ არის საჯარო და ჩვენი ყველაზე მთავარი მესიჯი ჩვენ საზოგადოებას, იმ ხალხს, იმ ღირსეულ საზოგადოების თითოეულ წევრს, რომელსაც კიდევ ერთხელ ჩაგვაბარა ქვეყნის მართვსატევები არის ერთი. ხშირად გვესმოდა თქვენგან ჟურნალისტებისგან, რომ აი რას აპირებთ, როგორ აპირებთ, აი ეს რეზოლუცია გამოიცა, აი ამას აპირებენ, რას აპირებთ. ჩვენი პასუხი მუდმივად ერთი. ჩვენ ვაპირებთ ერთს ვილაპარაკოთ სიმართლე და ჩვენ საზოგადოებას უთხრათ სიმართლე ყველა მიმართულებით და ყველა დეტალთან დაკავშირებით. ასე რომ ხვალ ეს დელეგაცია შეხვედრების დროს ვერ მოისმენს ვერაფერს, რაც ჩვენ საჯაროდ არ გვაქვს გაცხადებული. მოგესალმებით.